ეხლა წავკვერცხს ჩემთვის სოსოსთვის უკვე მომამზადე საუზმე. მოკლედ სოსოს საუზმე დღეს ესე გამონიყურება. მინდა იყოს მსუბუქი მაინც მცირე პურით, ესეც ჩემი აზრით ბევრია. მე უკვე მივირთვი დაახლოებით ესეთი საუზმე კვერცხის გარეშე ვგონთ. და ეხლა ეს ჩემი პორცია, ეს სოსოსი, მოკლედ არ ვიცი მაინც რძის ნაწარმს ჯერჯერობით მე პირადად უარს ვერ ვიტყვი. თუმცა როგორც ვატყობ, მე მგონი ის მაქვს ანუ ლაქტოზაზე ცოტა. ეს არის რა ქვია, ჰერკულესის ფაფა, როგორ ქვია, შვრიის ფაფა რა მოკლედ. უმარილო უარაფრო, უბრალოდ აი ეს ქართულ ყველში ვდებ, როგორც ღომში და ესე მივირთვენ ხოლმე. მოკლედ ეს გამორთო ახლა ამას დავუმატებ. მშვიდობის. მოკლედ უпроსტად დილა არ არის, მაგრამ ჩემთვის არის დილა, იმიტომ რომ გუშინ რა ვიცი რა მომივიდა. ცოტა გვიან დავიძინეთ. ფიქრობდი ჩემთან წასვლას, მაგრამ მე გავიგე რომ ვანდა ისვენებს, მოკლედ ხვალ ისვენებს ვანდა. და გუშინ ველაპარაკე, ზებო ვისვენებო და მოკლედ ბარემ ხვალ გავა და ვანდასაც ვნახავ, იმიტომ რომ დიდი ხანია ვანდა არ მინახია, აი იმ დღეს რომ აქრო იყო მოსული. მოკლედ დედა ჩემიც არ მინახია. დედას უფრო ხშირად ვნახულობდი ხოლმე, ვიდრე ვანდას ამ ბოლო ხანებში. ხო, ეს ამ კვერცხს ახლა მე დავადებ, არ ვიცი რამდენად მგონი ჯობია ცალკე და პატარა თეფშზე. ახლა ჰერკულესის თუ რა ქვია იმას შვრიის ფაფასთან ერთად რო დავდო არ ვიცი. ხო, ეს შვრიის ფაფა მოკლედ ცოტა გადამეხარშა, მაგრამ ვფიქრობ მაინც კარგია. ჯობია გადახარშული იყოს, ვიდრე მომხარშავი, საერთოდ მე როგორც ვიცი ესეა უკეთესი. ხო, რაც შეეხება ყველს, ну, არ ვიცი, უკეთესი ხაჭოა, მაგრამ ну, ეხლა ამ ეტაპზე ჩვენთან ხაჭო არ ვიცი, არ მინახია, შეიძლება იყიდება კიდევაც. თი უნდა შევათვალიერო ის რძის ნაწარმის მაცივარი ჩვენ მაღაზიაში. ჩვენთან არასოდეს არ მიყიდია და იმიტომ არ ვიცი, ვიცი რომ არაჟანი აქვთ, მაწონი აქვთ და შესაბამისად ალბათ ხაჭოც იქნება, ალბათ, არ ვიცი. ხო, მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის, დამიწერეთ ის რა ქვია, ყვავილის სახელი, ახლა ამ წამს არ მახსოვს მართლა. რაც დრო მჭირდება რომ დავიმახსოვრო. არ გამახსენდა. ხო, და კიდე შეკითხვა იყო, რომელ სართულზე ცხოვრობა? არ ვიცი, არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ну მეორეზე და არ არის ანუ დიდი სახლები, ეს არის იტალიური ეზოა, იტალიური ტიპის ეზოს თბილისურ ეზოებს რო ეძახიან, ეგეთი, ну მე ვერ ვეგუები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ ვეგუები აი ეს კორპუსების ბინებს, ჩემთვის ცოტა ისეთი რაღაცა. ცოტა ხანი ვცხოვრობდი, მე ხო მქონდა ბინა დიღმის მასებში და ვიცი რაც არის ეს ჯერ თავიდან ლიფტი არ მუშაობდა, მე გააკეთეს. ну მოკლედ თან ბოლო სართულზე ვცხოვრობდი მე-9-ზე. ის იყო ძალიან არასტანდარტული ტიპის კორპუსი იყო, ეს ვისაც გახსოვთ იყო მეზობელმა, ასე ვთქვათ, თანხმობის გამო რომ შემიძინა, ანუ როგორი ვარიანტი იყო, იცით, ჩხეიძეზე რომ ვცხოვრობდი, მეორე სართულზე გავატარე მთელი ბავშვობა რა, იქ დაბადებული გაზრდილი და წარმოიდგინეთ ახლა მეზობელს მოუნდა მთლიანი სართულის ყიდვა და ამიტომ ყველა მეზობელს რაღაცნაირად მოლაპარაკებაზე მიდიოდა და ახლა მე ცოტა ისეთი ძალიან უბრალოდ ცოტა კი არა, ძალიან სენსიტიური ბავშვი ვიყავი, მოზარდიც და დიდიც უკვე მაშინ არ ვიყავი, პატარა, მაგრამ როცა ეს პატარა კი არა და ნიკა მყავდა უკვე, ნიკა იყო რამდენი, 2 წლის თუ 3 წლის, მოკლედ პატარა იყო ნიკა. მაგრამ მეც ჩემ თავს ნუ მაინც ბავშვად ვთვლი, იმიტომ რომ რამდენიც ვიყავი, 23-24 წლის რაღაც ესე.
ხო და ჩემმა მეზობელმა რომ გადაწყვიტა ესე ვთქვათ ამ ესე ეტაპობრივად ესე ვთქვათ მოლაპარაკება მეზობლებთან რომ გავიგე ეს არადა აი სიზმრები რა ამხელა რა ბესიშავს მეგობრებო მოიცადეთ ერთ წუთი წაუღო ეს სოსოს და გავაგრძელებ მოკლედ ხო მოკლედ ზე გამახსენდა კიდე პატიეთ აი მე თვითონ ნერვები მეშლება აი ეხლა იმის დროს როცა თუ რამე მოსაჭრელია და რაღაცა რომ უყურებ ხოლმე ჩემ ვიდეოს ხო აი როგორ ნერვები მეშლება ჩემზე იცი ერთი რამოდენიმეჯერ ცადე და ამოვჭერი ანუ ეს მოკლედ რო ვიძახი და ხო რას ვამბობდი ჩემ მეზობელს არა მაგას არ ვამბობდი რა სხვა რაღაცას ვიძახდი გამახსენდება იმედი მაქვს აი ყურადღება გადავიტანე ახლა იმაზე რომ მოკლედ არ ვთქვა და ამიტომ გონება გამეფანდა ხო და როგორი სიტუაცია ხო სენსიტიური ვიყავით ძალიან და ნუ რაღაცა ძალიან ვერ წარმომედგინა რომ ნუ აი რაღაცნაირად გადაბარგების გადასვლის ის ჩემთვის იყო ფაქტობრივად ტრაუმა რა სერიოზული ტრაუმა იმიტომ რომ თან ჩვენ ეზოს თავისებური ის ქონდა რა ხიბლი აი როგორ ვთქვათ ფილმი როა ჩვენი ეზო აი ზუსტად ესეთი ის იყო ესეთი შეკრული ძალიან მხიარული ბავშვები რაღაცა და იყო იქ თეორიკა და მეზობელის ისიც ასეც ანუ აი როცა ეგ ფილმი გადიოდა ხოლმე ტელევიზორში ჩვენი მეზობლები, უფროსები, ძუნწროსები სულ ვადარებდით ხოლმე და ანუ ვიძახდით რომ აი ტიპიური ანუ ჩვენზეაო რა ეს ფილმიო. ქაჯანას მე მეძახდნენ ბავშვობაში, იმიტომ რომ ხეებზე დავძვრებოდი და მე ჩვენი ებრაელი მეზობელი მიყვირო და ჩამოდი ცისანა ხო იმდენი წელი გავიდა უკვე სახელებს კი დამავიწყდა მეგობრებო ესეა ხო და კაკისხე იყო შუა გულაზოში და ნუ იმაზე ავდიოდი და თან მიყვარდა კენწეროში აძრომა და რომ ვაქანავდი ანუ კატალოგდი მეგონა ნუ ესეთი ბავშვი ვიყავ ხო და მოკლედ აი მაინც თქვი მოკლედ ხო ჩემმა მეზობელმა გადაწყვიტა ესე შეესყიდა მთლიანი სართული და რომ მითხრეს მე კატეგორიულ უარზე ვიყავი და თავისთავად ახლა არ მინდოდა არანაირად არ მინდოდა რაღაცნაირად გარემოების რაღაცა შეცვლა და ძალიან ისეთ ხასიათზე დავდექი, ნუ ახლა ჩვენი ოჯახის წევრები, ანუ დედა, მამა, ჩემი და დები, ანუ პატარები იყვნენ მაშინ, ანუ ნინო და კოტე. მაგრამ ნუ მაინც ყველა ასე თუ ისე თანახმა იყვნენ, აწყობდათ ეს ყველაფერი და მე კიდე და ძალიან, რა ვიცი, გულზე მომხვდა, თუმცა ახლა ვანდასაც ჰქონდა ალბათ რაღაც ის მომენტი ახლა მაინც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იყო და მე არ ვიცი კატეგორიულ უარზე ვიყავი მიუხედავად იმისა რომ უკეთესი ვარიანტი იყო ანუ ჩვენთვის და იმისთვის რომ მე დავეთანხმებინე მეზობელს შემომთავაზე ესეთი ასე ვთქვათ ბონუსივით რომ დავთანხმებოდი რა და ძვირი არ ღირდა მაშინ მართლა აი არ მოგატყუებთ თან ის წვილი ცხოვრობდა იმ დებრის პასივის ბინაში, ერთოთახიანი იყო. რაღაცა სამართლებრივი რაღაცა ის ჰქონდათ რა პრობლემები და მგონი რაღაც საციხოთ იყო საქმე თუ რა მოკლედ $1800 დააფასა, იმიტომ რომ ეჩქარებოდა, ანუ ძალიან აი დღეები იყო დარჩენილი ერთი დღე თუ ორი დღე და იმიტომ დააგდო ფასი ძალიან და ესე გაყიდა და ნუ ჩაუვარდა ხო და მე მქონდა რამოდენიმე ვარიანტი, ანუ სანახავად რომ დავთანხმებულიყავი მოკლედ ამ სიტუაციას და ერთი იყო ოპერის უკან, ანუ რუსთაველზე ოპერა, იმის ქვემოთ თუ ქუჩაზე ეს ერთოთახიანი იყო და იყო ესა და პირველი სადაც ამიყარეს ეს იყო დიღმის მასივში და
არ ვიცი, იმდენად შემებრალა ეს წყვილი, რომ ანუ დავთანხმდი რა. მერე კი დრო რო გავიდა, ეხლა რაღაცნაირად გული დამწყდა იმაზე, რომ ნეტა მენახა თქო ის ოპერის უკან თან მერე ეს ძველი ბინები ხო მაინც იქ იღებენ რაღაცა უფრო მაგდენს არ ვფიქრობდი, მაშინ ესეთი ის ვიყავი რა, მაინც ახალგაზრდა. ხო, მაგრამ ანუ არ ვიზარალე მაინც, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ხო იცით ფასები იწევს და რაღაცა და ნუ ჯერ ვაქირავებდი, თავიდან ხო ცოტა ხანი მოვსინჯე თქო და ვიცხოვრე და ანუ იმიტომ თქვი ეს ამ ხელა ისტორია მოვაყოლე. ანუ კორპუსის ბინა ჩემთვის არის, აი როგორ იცით, თან მე ისეთ სახლში ვარ გაზრდილი, სადაც ჭერი იყო ამისა 5 მეტრამდე და ოთახები იყო დარბაზებივით და აი რამდენჯერ ადრეც მაქვს ნათქვამი დეიდა ჩემი რომელიც კორპუსების ბინაში ცხოვრობდა სულ როცა მოდიოდა სულ იძახდა ხოლმე რომ აი ამას ესე გადავტიხრავდი ამას ესე მართლა გამოვიდოდა მართლა დიდი ბინა გამოვიდოდა ესე რომ ანუ გადატიხრულიყო მაგრამ ნუ მაშინ ჩემთვის ეს უცხო რაღაცა იყო იმიტომ რომ ბავშვობიდან ესე ვცხოვრობდი და ესე წარმომედგინა რომ ანუ ყველა ესე ცხოვრობს და ის სივრცე ის ანუ იყო რა სახლში და ეს კორპუსის ბინებში მემართებოდა ეს კლაუსტროფობია ანუ მეგონა რომ რაღაცა ეს ჭერი ძალიან დაბალი იყო რაღაცა თითქოს კოლოფში ხარ და რაც არ უნდა ინტერიერი გაგეკეთები და მაინც რაღაცა ვიხუთებოდი და ну, ვაქირავებდი მერე და მერე გავყიდე კიდევაც. თან გავყიდე ორჯერ, მეგობრებო, ორჯერ ახლა ვიღაცა იფიქრებს რაღაცა თაღლით არ. ერთხელ რომ ვყიდიდი, ესე იგი, ბ გადამიხადა, თუ სწორედ მახსოვს, მგონი $500. და მერე, ანუ ნაწილ მიხდიდა და კიდევ კაი გონება მეყო მაშინ და არ გადაუფორმე პირდაპირ, სანამ თანხას ბოლომდე არ მომცემდა. და ვეღარ იხდიდა და მე მითხრეს მისმა ახლობლებმა რომ დახარჯული აქვს ფულიო და ვერ გადაგიხდის და მოკლედ ძალიან ესე გაუბრაზდი რა მეთქი აბა რა ვქნათ ეხლა ესე ველოდები ხო რაღაც იმას და იძულებული გავხდი ანუ იქ პოლიციაც ჩავრიენო არ კეტავდა კარებს და მინდიოდა რომ ანუ არ შემეწუხებინა თუ რა ვიცი, იმალებოდა რა. ხო და პოლიციის და ყველაფრის თანხლებით მოკლედ გავხსენებინა, გამოვიტანე იქვე, კიდევ კაი იქვე ცხოვრობდა მისი შვილი და რძალი და შეუტანე მისი ნივთები, მთელი ჩემი სამეგობრო იყო, ანუ მოწმეები და ყველაფრით გადავიტანეთ მისი ნივთები და ხო, მე უთხრა პოლიციამ რომ ანუ რა სიზამო თანახმა ხარა, რომ ხელახლა ანუ დადოსო განცხადებაო ბინაზეო და ის თანხა რაც შენ გადაუხადეო დაგიბრუნოსო. კარგიო დათანხმდა და ნუ ამიტომ გავაკეთე ხო მე მემალებოდა ანუ მაინც არ უნდოდა იქიდან გადასვლა და ანუ სიტყვა მაინც ნათქვამი იყო რომ უნდოდა ანუ თანახმა იყო. ხო და ავდექი გავაკეთე განცხადება მალევე ვიპოვე ის რა ქვია ყიდველი და ხო და რო გადავუხადე ის რაც მომცა თანხა ხო თავისთავად ახლა ვინც იცით და არ იცით ბე ხო არ ბრუნდება როცა ანუ მაგალითად მე რო გადამეფიქრებინა ბინის გაყიდვა და ბე აღებული მქონდა მე ვალდებული ვიყავი ორმაგი მიმეცა მისთვის ანუ 500-ის ნაცვლად $1000 და როცა მან გაწყვიტა ესე ვთქვათ ხელშეკრულება ანუ აღარ ბრუნდება ის 500 რჩება მე პატრონეს ანუ ბინის და მოკლედ მომიგზავნა სახლში ანუ სადაც ხეიძეზე ვცხოვრობდი თვითონაც მოვიდა ვიღაცა ბიჭი მოიყვანა საქმის გასარჩევად ჩემთან და მახსოვს რომ კარებშივე ნუ არ შეუშვი თავისთავად სახლში ესეთი ტონით როცა მოდის ადამიანი სახლში ვის შეუშვებ ხო ხო და ძალიან ყოველთვის თავაზიანი ვიყავი, უბრალოდ ესეთი იმითი როცა მოდიან, ანუ მუქარით და ესეთი რაღაცით, რა თქმა უნდა, კარებშივე გავჭერდი და იმ ბიჭს უთხარი, რომ მეთქი რატო ერევი ცხვის საქმეში და ისე მეთქი ცნობისთვის მეთქი. ქურდულათაც მეთქი და ისეც და ასეც მეთქი, მე მართალი ვარ მეთქი და ასე რომ აქ მეთქი დამთავრებულია ლაპარაკი, უბრალოდ
თავიდანვე გონიერება ანუ ეხმარა და ეყიდა ვინ რამეს ეუბნებოდა თქო და ხო სხვადასხვა მეორედ რომ გავაკეთე განცხადება უფრო მეტი დავადე ფასი და გავყიდე ხო ეს ქირითაც მყავდა იქ ერთი ორი მდგმური მყავდა ანუ სხვადასხვა რომლებმაც ასე ვთქვათ რამოდენიმე თვის არ გადამიხადეს ასე რომ დღემდე ვალი აქვთ ხო და ღმერთმა შეარგოს ხო და ესეთი ისტორია მის შესახებ რომ ვიცხოვრე ცოტა ხანი ერთი თვეც არ იყო ანუ მოსინჯერა ეს კორპუსის ბინაში ყოფნა და საშინლად არ მომეწონა ეხლა აქ მაგალითად ეს ხო ძველი ბინაა და ჭერი მაღალი აქვს ეხლა ისეთი მაღალი არა როგორც ჩემ ბავშვობის სახლში მაგრამ შედარებით დაბალი ჭერი და პლუს კიდე ამას როცა გიფსო გაკეთდა ზემოთ ჭერზე და იატაკიც თავისთავად ლამინატი და ის იატაკი რომ გამოცვალე ის ხო აწია მაინც ამ ეგრეთ წოდებულმა წაშკამაც მეწლახი რომ დაიგო და რაცა და მოიპარა რა ისა და მაინც არ გრძნობ თავს იმაში რა კოლოფში ხო თან მე რა ვიცი ვნახოთ პერსპექტივა თუ იქნება სამომავლოდ თუ მოხდა ისე რომ აიღეს ეს ბინები და აქ ვთქვათ ააშენეს რაიმე კარგი ესეც არის რა ესეთი ფიქრი ხო ამას წავუღებ კიდე ესოს რაღაცას ვამბობდი კიდე და დამავიწყდა ეხლა გავიხსენე ხო და ასე კარგა ხანი მილაპარაკია კიდევ დავეთქვა მოკლედ ხო მაკიაჟი არ წამისვე არც აი ეს როგორც გავიღვიძე ეს დავდივარ ერთი წყალი შევისხი მარტო ხო და რისი თქმა მინდოდა ახლა ვიხსენებ აქ კატების პერენას გადავდე იმაში გასასვლელში და გავიხსენო რაღაცნაირად ვერ ვიხსენებ რაღაცა კომენტართან იყო მგონი დაკავშირებული რა მემართება ესე იგი აი ესეთი სკლეროზი არ მაქვს უბრალოდ ამომიფრინდა თავიდან ყველას გვემართება ბავშვებს ემართებათ არამედ თუ დიდებს ხო ესე თავს ვინ უგეშებ ხოლმე ხო და ყავა დავლიე შაქარი ცოტათი მოვუმატე ერთკოს რო ვიყრიდი ოდნავ მეტი ჩავყარე იმიტომ რომ მთლად ორგანიზმში დამივარდა შაქარი ესეც არ სერიოზულად როიტყვიან რუსული სიტყვა ეს რესკად დავარტყი რა ჩემს ხეულს ესეთი შეზღუდვები და რა ვიცი მაინც ახლა ზედმეტი არ მომივიდეს თქო და ვფიქრობ ნელა გავაკეთებ იმიტომ რომ ძალიან რადიკალურად კვეთრად გადავწყვიტე და ესე ვაკეთებდი და ხო ასე რომ ახლა ვუყურებ მინდა რა ვიცი მე მგონი გაცივდა უკვე ნახოთ აბა ცოტა ისა ძირზე მიიკრა ოდნავ მომწვარის გემო აქვს და რაღაც მომენტში მომწევს ხოლმე ხო და ეს ამ კომენტარის დიდი პასუხი და ისტორიაც მოვაყოლე ხო და კიდე რა არის ხო ის მართლა ძალიან გული დამწყდა იმიტომ რომ ოპერის უკან ვიცი სახლები როგორია იქაც პატარა იტალიური ეზოები რაღაც ესეთი თბილისური ეზოები თუმცა ხმაურის ამბავში ალბათ საკმაოდ ხმაურიანი იქნება არც ეს არის ნაკლები მინდა გითხრათ აი არ ვიცი ნიუ-იორკში რო ხმაურია დაახლოებით ახლა თვად ისეთი არა მაგრამ დაახლოებით ისეთი ხმაურია
გვიანობამდე, მაგრამ ჩემ ძველ სახლში, სადაც გავიზარდე, ანუ ჩხეიძეზე რომ ვცხოვრობდი, უშანგი ჩხეიძეზე, იქ ანუ სანაპიროზე მანქანები რომ მოძრაობდა, მოპირდაპირე სანაპიროზე მანქანები, ხიდზე და ჩვენ ქუჩაზე ერთდროულად, ანუ საკმაოდ ხმაურიანი ადგილი იყო და აი ზაფხულში მაგალითად დილის 4 საათამდე მშვიდად ვერ დაიძინებდი, იმიტომ რომ მანქანები მოძრაობდნენ სულ სისტემატურად. ეხლა არ ვიცი, ღამე რა საქმე აქვს ხალხს ერთხელ დავფიქრდი, მეთქი რატო დადიან ღამის 4 საათზე ხალხი რა საქმეს აკეთებენ? იმიტომ წარამარა იყო მოძრაობა, აი როგორც ჩვეულებრივად რა და არ ვიცი, ამ დროს ადამიანებს ვფიქრობ, ნორმალურ ადამიანებს უნდა ეძინოთ. ეხლა ღამე რა საქმეები მკეთდება, ნამდვილად არ ვიცი. ხო და ვერ ვიძინებდი ხოლმე მართლა ზაფხული იყო, განჯოა ჩემთვის. არც აქ არის ახლა ნაკლები, თუმცა მაინც ერთი ეზო კიდე ასე ვთქვათ აკავებს ამ ვითომ აკავებს ხმაურს და ისე მაინც არ შემოდის რა ეს ძალიან როცა დახურულია ხო საერთოდ არის მის თითქმის არის მის არაფერი. ეხლა პანჯარა შემოღებული მაქვს როვანიერად მაგიტო და მაინც პანჯრის იქით ეზოა და ეზოს იქით ნუ გამზირია, რომელსაც ხედავ და იცით თქვენ ნანახიც გაქვთ და ანუ გამზირზე თავისთავად ყოველთვის მოძრაობაა. თან ისეთი უბანია, სადაც აქ ყოველთვის არის მოძრაობა, ყვირილი, საქმის გარჩევები, ჩხუბი, რა ვიცი. აი გეფიცებით როგორც ნიუ-იორკში ახლა რასაც ვუყურებ და როგორც ყვება ხალხი და როგორ არის, აი მაგდაგვარი რაც უბრალოდ იქ ზედმეტია, იქ მართლა ზედმეტია, იმიტომ რომ ისეთი ქალაქია, რომელშიც მე მგონი ყველა ქვეყნიდან ჩადიან და ყველანაირი რჯულის ადამიანია შეკრებილი იქ და რაოდენობითაც ძალიან ბევრი არიან. მთელი ჩვენი საქართველოს მოსახლეობა გამრავლებული რამოდენიმეჯერ წარმოიდგინეთ, იმდენი ხალხია ერთ ქალაქში. ხო, ესეთი ამბები, ნუ არ ვიცი, გამახსენდება ვიტყვი, არ და რაღაცა საინტერესო უნდა მეთქვა, მე მგონი, კიდევ აი ესე მემართება ხოლმე. გამახსენდება მე ის რაღაცა გამიგზელდება ლაპარაკი და მავიწყდება ხოლმე. თუ კიდე რაღაცა კომენტარი, ახლა ვიხსენებ კომენტარის სხვა არ იყო რამე. აი ეს არის რა ცუდი, ახლა უცბად ავიღებდი სოსოს მობილურს, დავხედავდი და ავიდგენდი. ხო, ნუ არა უშავს. ხო და ესეთი ამბები, კარგით. ხო და ესეთი ამბები, რომ ვეღარაფერი ვერ ვთქვი. კარგით, აბა დროებით და ავტირთავ ახლა ვიდეოს. ხო, ინტერნეტს რაც შეეხება, გუშინ მოკლედ რა ვიცი რა. 2 თუ 3 საათი დაახლოებით არ იყო და სკინკლები დაფრინავენ. ავდექი და ეს ორლარიანი ინტერნეტი ვიყიდე იმაზე სელფიზე 20 გიგაბაიტი დაიჯერებთ ვიდეო იტვირთებოდა 2 საათი თუ ცოტა მეტი წარმოიდგინეთ და იმიტომ დაიდო გვიან. არა და რომელი საათი იყო 9 იყო თუ რაღაცა 10 რომ დავიწყე მგონი სადაც ესე არ მახსოვს ახლა ზუსტად ვერ მოგატყუებთ. კარგით, აბა დროებით გავიკეთე ეს საყურები რაღაცას იქ ვათვალიერებდი და წავაწყდი. დიდი ხანი არ გამიკეთები ეს საყურები, ეს რგოლები. კარგით, დროებით ხვალამდე ან საღამომდე, არ ვიცი როგორც იქნება მოკლედ. კარგით, მოკლედ უნდა გავაქრო, ანუ შემამცირო მაინც. კარგით, დროებით აბა გაკოცეთ.